ახალქალაქის სოფელ კორხში სარწყავი წყლის კონტეინერი, ეგრეთ წოდებული საგუბარი დაინგრა და მიმდებარედ 50 ჰექტრამდე ტერიტორია დატბორა. მათ შორის მინდვრები და მოსახლეობის მიწები. ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამსახურში გვიდასტურებენ. შემთხვევა 6 მაისს წყალდიდობამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ჯინიუს ეუბნებიან, ნათესები მთლიანად განადგურდა, ხოლო მიწები ხელახლა დასათესად გამოუსადეგარი გახდა. მოქალაქეები ზარალის ანაზღაურებას ან კარტოფილის და სხვა პროდუქტის დასათესად ალტერნატიული მიწის ნაკვეთების გამოყოფას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, წყალსაცავს სარწყავად 10 წლის განმავლობაში იყენებდნენ, რომელიც მთის წყაროებისა და მინდვრებიდან ჩამოსული ნალექის წყლით ივსებოდა. მედიის ცნობით, წყალსაცავიდან მინდვრებში თევზით გადმოიყარა. რაოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას და აპირებს თუ არა ახალქალაქის მერია მათი ზარალის ანაზღაურებას. ახალქალაქის მერიაში ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის ცნობით დატბორილია 50 ჰექტრამდე ტერიტორია და ზარალის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.